ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პარტია ჯერ საქართველოს მრჩეველი გიორგი ტუმასიანია. ჩვენთან ერთად გამარჯობა ბატო გიორგი და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით, მადლობა დაპატიჟებისთვის. ბატო გიორგი, გაცემის ამ ნაწილში ცოტა დრო მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც მინდა დავუთმოთ, თუმცა იქამდე საქართველოს პირველ რიგში კი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვა, რომელსაც აღმოჩნდა რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება, დიდი აჟიოტაჟი ახლავს ხელისუფლებაში მიღებულ გაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ჩავიდეს ირანში, ამიტომ აი პირველ რიგში სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. რამდენად სწორია ეს აჟიოტაჟი თქვენი შეფასებით და თუ კი თქვენც იგივე განწყობა გაქვთ, მაშინ აქვე ახსენით, რატომ არის პრობლემური თეირანში ახლა უკვე საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება. ირაკლი კობახიძე ერთხელ უკვე იმყოფებოდა სხვა დაკრძალვაზე, ახლა უკვე ეს მისია ერგო მიხეილ ყაველაშვილს. დიახ, ჩვენ ნახეთ უკვე რომ სახელმწიფო პროპაგანდა ამას აფასებს იმ კონტექსტში, რომ აგერ თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც ჩადიან ირანში ამ ღონისძიებაზე და შესაბამისად მაგ ლოგიკაში საქართველოს იღებს მონაწილეობას. მაგ ლოგიკაში არის ერთი სერიოზული პრობლემა, საქართველოს არ გააჩნია საზღვარი ირანთან, ამ ქვეყნებთან შედარებით და ყოველთვის საქართველოს იყო გაცილებით უფრო შორს ირანის შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ პროცესებისგან და ამაზე მეტყველებდა ასევე ჩვენი ძალიან მჭიდრო კავშირები ვაშინგტონთან და ასევე ისრაელთან განსაკუთრებული ურთიერთობები. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკის მკვეთრი ცვლილების შედეგად და ავტორიტარული ხასიათის დამკვიდრების შედეგად ეს იქნებოდა ჩინეთის, ირანის თუ რუსეთის მიმართულებები, ჩვენ ხედავთ პოლიტიკურ აფილაციას ირანთან და ნამდვილად ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება. თუმცა აქ ასევე უნდა ძალიან გულწრფელად ვთქვათ, უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ის რეალობა, რომელიც დადგა ჩვენს ქვეყანაში, ქვემო ქართლში მაგალითად, როდესაც ირანის გავლენები არის წარმოუდგენლად გაზრდილი ჩვენივე მოქალაქეებზე, ამ რეალობის ფონზე და ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი, ანუ მიზანმიმართულად დაუშვეს, სანამ დასდებდნენ ახალგაზრდა გოგობიჭებს ტროტუარზე დგომის გამო თბილისში, ხელი შეუწყეს პრაქტიკულად იმას, რომ ქვემო ქართლში წარმოუდგენლად გაზრდილია ირანის გავლენები და შესაბამისად ნამდვილად რისკებიც არის არ დასწრების შემთხვევაში უკვე სხვა, მაგრამ რისკების მიზეზიც კი ქართული ოცნების პოლიტიკა არის, რაც არის გაცილებით უფრო რთული ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა ამ შემთხვევაში და პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს გავლენების ირანის და შემდეგ უკვე ოფიციალური ურთიერთობები. აი რაში აწყობს ქართულ ოცნებას საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერება? ანუ აი რითი შეიძლება აიხსნას ის რომ საქართველოს ხელისუფლებას აი ინფორმაციაზე, რომელსაც როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე ანალიტიკურ სექტორში ძალიან აქტიურად ავრცელებთ, რეაქცია აქვს? ჩვენ უნდა აქვე პირდაპირ ვთქვათ, რომ ზუსტად იმიტომ აწყობს და ხელს უწყობს, ხელს არ უშლის მათ შორის, იმიტომ რომ ირანს ბუნებრივად გააჩნია მცდელობა შიიტ მოქალაქეებზე, ადამიანებზე ნებისმიერ წერტილში დედამიწის ჰქონდეს ზეგავლენა, რადგანაც შიიტების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ ცენტრად აღიქვავს თავს და აცხადებს. შესაბამისად, ამის ფონზე ქართული ოცნება იმიტომ არ უშლის ხელს, რომ ეს არის ზეგავლენის კიდევ ერთი მექანიზმი საკუთარ მოქალაქეებზე. ქართული ოცნება ხელს არ უშლის რუსეთის გავლენების ზრდას, ხელს არ უშლის საქართველოში ჩინეთის გავლენების ზრდას, ამ შემთხვევაში კიდე ირანის და კიდევ არაერთი ქვეყნის მაგალითად და ჩვენ ამას ზოგადად ტენდენციურად ვხედავთ, ხო? თუნდაც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ბევრი წლის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ ზოგიერთ სხვა დედაქალაქში ხდება მაგალითად საუბარი ჩვენივე მოქალაქეების პოლიტიკურ არჩევნებში მაგალითად მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ და რანაირად უნდა მოხერხდეს. ანუ აშკარა არის, რომ ქართული ოცნება ცდილობს ავტორიტარული სისტემის გამოყენებას, იმიტომ რომ ამით მაგალითად შეუძლია ხელი შეუწყოს იმას, რომ მიიღოს გარკვეული რაოდენობის და არც თუ ისე პატარა რაოდენობის ადამიანების მხარდაჭერა, სწორედ ირანიდან წამოსული მაგალითად პოლიტიკური გზავნილების ფონზე და ამას რა თქმა უნდა ვიხილავთ არჩევნების შედეგადაც. ანუ ეს არის პარტიული ინტერესი და არა ქვეყნის ინტერესი და ეს არის ავტორიტარული ინტერესი, იმიტომ რომ ზოგადად ავტორიტარულ ქვეყნებს ჩვევიათ შეთანხმება და ერთმანეთთან ვაჭრობა. და რადგან ქართული ოცნების
პარადიგმაში საქართველოს ავტორიტარული ქვეყანაა ბუნებრივად. ვარაუდოთ, რომ ასეთი ტიპის შეთანხმება შედგა შესაბამის ქვეყნებს შორის. ბატო გიორგი, ვაშინგტონის რეაქცია რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერზე? ეს კითხვაც მინდა დავსვათ. ანუ რაიმე განცხადებას ან თუმეტეს ქმედებას უნდა ველოდოთ ირანის მიმართ ამ ქართული ოცნების დღევანდელ პოლიტიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მათ შორის, აი როგორ ფიქრობთ, რა სიტყვის უშუალოდ დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩასვლის გადაწყვეტილებაზე ოფიციალური ვაშინგტონი. ანუ როგორ შეიძლება ამერიკამ დაინახოს და უპასუხოს ქართული ოცნების პოლიტიკას? ჩვენ ხედავთ საერთოდ ბოლო წლების განმავლობაში და თვეების განმავლობაშიც, რომ ვაშინგტონი აქტიურად აყენებს დღის წესრიგში ირანული გავლენების ზრდას საქართველოში. ეს იყო არაერთი განცხადების საფუძველი, არაერთი მათ შორის განხილვის თუ ავტორიტეტული სხვადასხვა მედია საშუალების სტატიების სახით. ვიხილეთ ასევე ან მათი ესე იგი კოლექტივითი ორგანიზაციების დასკვნების სახით. ის რეაქცია რაც თბილისში ჰქონდა ამაზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ძალიან აწუხებთ რა თქმა უნდა ვაშინგტონის პოზიცია. კონტრარგუმენტი, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნების პოლიტიკას მსგავს ატარებს, რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება ვაშინგტონისთვის, რადგანაც სწორედ განსხვავება უკვე აღნიშნე და სწორედ საქართველოს იყო ყოველთვის ასოცირებული ვაშინგტონის ყველაზე მჭიდრო მოკავშირე რეგიონში. მიუხედავად თუნდაც თურქეთის ნატოს წევრობისა, სწორედ საქართველოს ითვლებოდა საკვანძო მოკავშირედ. ამიტომ ვაშინგტონი გააგრძელებს აუცილებლად, ჩემი აზრით, სისტემური მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს გადასულია შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეთა იდეოლოგიურ ფრთაში სამწუხაროდ და თუ მაგალითად ჩვენ ორ მეზობელს, აგერ მაგალითი რომ მოყავთ სომხეთს და აზერბაიჯანს, გააჩნია ამავდროულად აქტიური სტატუსი სტრატეგიული პარტნიორის შეერთებულ შტატებთან, თან სომხეთს უკვე სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა, აზერბაიჯანს უბრალოდ სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს აქვს შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა. აი როგორც ამობენ, ერთ-ერთი რასაც ვაშინგტონი ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის რაღაცნაირად დღეისთვის არსებული გაყინული ურთიერთობები გადაიხედოს, არის სწორედ ურთიერთობის გადახედვა ირანის სახელმწიფოსთან, ხო, ისე როგორც ჩინეთთან. აი თეირანში წასვლის გადაწყვეტილება და ირანთან დღემდე არსებული პოლიტიკის გაგრძელება. აი რამდენად შეიძლება შეფასდეს როგორც ქართული ოცნების პასუხი, ასე ვთქვათ, ვაშინგტონის შესაბამის მოთხოვნაზე და თუ კი ეს ასეც არის, მაშინ კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ. აი ჩვენ უკვე ვიღებთ პასუხს კითხვაზე, ვის ირჩევს ქართული ოცნება, ირჩევს ამერიკას თუ ირჩევს ირანს? ირჩევს ჩინეთს. რეალურად ჩვენ სრულიად სხვა მასშტაბით დავინახეთ ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა. კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი ყობახიძე ამბობს, რომ ჩინეთი არის მაგალითი, მოდელი, რომლითაც უნდა განვითარდეს საქართველოს და ჩინეთის მოკავშირე რეგიონში ნამდვილად არის ირანი. სამხედრო პოლიტიკური კავშირი გააჩნიათ, მათ შორის იარაღის მიწოდება ხდებოდა თუნდაც ომის დაწყებამდე და ასე შემდეგ. ანუ ჩინეთიდან შესაბამისად ჩინეთი, ირანი და რუსეთი ერთ კონტურში ლაგდება. აი მარტივად ვიტყვი, რომ ჩინეთს და რუსეთს გააჩნია მოკავშირეობის დოკუმენტი, ჩინეთს და ირანს გააჩნია და ირანს და რუსეთს გააჩნია. ასე რომ ეს სამკუთხედი არის ბუნებრივი და ქართულმა ოცნებამ ღიად რუსეთს რო ვერ შეარჩევს, იმიტომ რომ აგერ ანექსიის პრაქტიკულად დოკუმენტი მიიღეს ცხინვალის რეგიონის და დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია. ეგ გასაგებია, მაგრამ ქართული ოცნება შეგახსენებთ იმასაც, რომ მულტივექტორულს არქმევს იმ პოლიტიკას, რომელსაც ახლა აწარმოებს. ვერ დავეთანხმები, იმიტომ მულტივექტორული პოლიტიკა არის აგერ მეზობელ სომხეთში მაგალითად, რომელიც ცდილობს დასავლეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც, აგერ აღმოსავლეთის დაბალანსებას. ეგ არის მულტივექტორობა. სად არის აქ დაბალანსებული პოლიტიკა? თან სომხეთის ძირითადი ვექტორი არის დასავლური ამ მომენტისთვის შეერთებული შტატები, ევროკავშირი. სად არის მულტივექტორობა? ევროკავშირთან დაანგრიეს პირდაპირ გაგებით ურთიერთობები, პრაქტიკულად მტრობაში გადაიყვანეს, ისეთი ტერმინებს იყენებენ ბრიუსელის წინააღმდეგ და რიგი ქვეყნების მათ შორის აგერ გერმანიის ელჩმა ეხლა დატოვა საქართველოს უკვე და ხო შეგვიძლია თქვა როგორ გააცილეს სრულიად არაქართულად ყველა თავისი კულტურული ფენომენით რომ შევეხოთ ამას. ისე როგორც ფრანგულად დაგვემშვიდობა გერმანიის ელჩი, ანუ არ დაგვემშვიდობა უშინ ეს განცხადება მოусმინა ჩალო. შეერთებულ შტატებთან სერიოზულად დაზიანებული ნდობა ამ ფორმატში
შესაბამისად პასუხი ქართული ოცნების ნათელია, მაგრამ ქართულ ოცნებას ჰქონდა ერთი კონკრეტული და მეტიც ქართულ ოცნებას არა, აი გუშინ ელგუჯა ხოკრიშვილმა გააკეთა განცხადება, ყოფილი მინისტრი არის ქართული ოცნების და ძალიან საინტერესო რამ თქვა რეალურად, რომ რასაც ვიზიარებდა არაერთხელ მithქვამს მეც, უბრალოდ მისგან ამის გაჟღერება ასევე იყო საინტერესო, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს და აპირებდა შუა დერეფნის პროექტის, რომლის როლი იზრდება ნამდვილად მსოფლიო გეოპოლიტიკაში, გამოყენებას საკუთარი ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისთვის და ნამდვილად ასე არის და რეალურად ეს წარმოედგინა ქართულ ოცნებას, როგორც შესაძლებლობა, რომ აიძულოს ვაშინგტონი და ბრიუსელი აღიარონ აქ მისი რეჟიმი, როგორც არაერთ ქვეყანაში იძულებულია დასავლეთი ადგილობრივი რეჟიმების აღიარების. ერთადერთი პრობლემა, რაც შეხვდა და საკმაოდ სერიოზული, რომ დღეს თუნდაც ევროკავშირის აი ამ კავშირის ლოგისტიკური კავშირების ფორუმზე, რაც ახლა გაიმართა შეხვედრაზე, ხო? საქართველოს არ იყო მიწვეული, რადგან განიხილება პრაქტიკულად თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით ცენტრალურ აზიაში გასასვლელი, რაც საქართველოს ამ პროექტების მიღმა დატოვებს და აი ხოკრიშვილმა ზუსტად ის თქვა, რომ გარანტირებული არ არის შუა დერეფანში საქართველოს მონაწილეობა, არის შესაძლებლობა, მაგრამ გარანტია არ არის. გასაგებ. ბატონ გიორგი, ბევრი დრო არ გვაქვს სამწუხაროდ, ამიტომ მოდით ახლა გავწდეთ ჩვენს ქვეყანას და რამდენიმე წუთი მსოფლიო პროცესებსაც დაუთმოთ და პირველ რიგში მინდა რომ შევხედოთ იმას, რასაც რუსეთში, მათ შორის მოსკოვში ხედავთ, საოცრებები დაადრიალა იქ უკრაინამ, სერიოზული პრობლემები შეუქმნა ოკუპანტ ქვეყანას კიევმა, მათ შორის შექმნა საწვავის სერიოზული პრობლემა და მთელი მსოფლიო უყურებს კადრებს, რა ხდება რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავის რიგში საათობით უწევთ დგომა რუსეთის მოქალაქეებს, რაც ხშირად მათ შორის ჩხუბის და დაპირისპირების მიზეზით ხდება. მარტივად გითხრათ, აი რას აჩვენებს ის კადრები, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, კადრები, რომელიც მთელმა მსოფლიომ მოიარა და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რუსეთის შემოსავლის და საწვავის გარეშე რჩება, ანუ რჩება იმ რესურსების გარეშე, რითაც აქამდე ომის გაგრძელებას ახერხებდა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და სრულიად გეთანხმებით რაც თქვით, რადგანაც ნავთობის შემოსავალი და ნავთობპროდუქტები საერთოდ არის ძირი რუსული არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო მანქანის, ასე ვთქვათ. რადგანაც ომის წარმოება საწვავის გარეშე წარმოუდგენელია და ძალიან სერიოზული ხარჯი მიდის ზოგადად ნებისმიერ ომში საწვავის, აქედან გამომდინარე, ომის წარმოება უკვე სირსკი თქვა, რომ 40-45%-ით არის დაკლებული აქტიურობა ფრონტზე, რაც პირდაპირ კავშირში არის ნავთობის მომარაგებასთან და მეორე ნავთობი იყო ძირითადი წყარო, აგერ პუტინის პრესპიკერმა პესკოვმა თქვა, რომ ნავთობის იმპორტზე შესაძლებლობაზე დაიწყეს კი ბატონო საუბარი. აქამდე რუსეთი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი და ეს იყო შემოსავლის წყარო მნიშვნელოვანი რუსეთისთვის. შესაბამისად, რუსეთი გარკვეულწილად ეხლა უახლოვდება ავღანეთის სცენარს, სადაც საბჭოთა კავშირი გაჭედილი იყო და ამავდროულად საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის სცენარს, როდესაც ეკონომიკური დაშლა, ავღანეთის ომი, დემორალიზაცია, ასე ვთქვათ, საზოგადოების ძალიან სერიოზულია და რა თქმა უნდა ეს სერიოზულად ასუსტებს რუსეთს და სერიოზულად აძლიერებს ზოგადად უკრაინის პოზიციებსაც და მათ შორის საქართველოს შანსებსაც გათავისუფლდეს რუსეთის გავლენებისგან. ეს ნავთობპროდუქტების იმპორტი რის თაობაზეც არაერთი გაცხადება მოვისმინეთ რუსეთის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, მათ შორის გუშინ თქვენც აღნიშნეთ, რომ დიმიტრი პესკოვმა გააკეთა ეს განცხადება. ამავე დროს რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ხელისუფლება წარმოებული საწვავის ევროორის სტანდარტებამდე შემცირებას განიხილავს, ანუ არის დაშვება დაბალი ხარისხის საწვავზე. ეს ყველაფერი ჯამში, აი როგორ ფიქრობთ, რუსეთს გამოიყვანს იმ კრიზისიდან, რომელშიც ახლა თუ არაფერი აღარ უშველის, ესე უხეშად რომ გითხოთ. ვერ გამოიყვანს, რადგანაც უკრაინას გააჩნია მზარდი პოტენციალი დრონების შესაძლებლობების და რომელიც უპრობლემოდ უკვე დარტყმებს ახორციელებს, აგეს დილით მაგალითად უფაში ჰქონდათ დარტყმა 1300 კილომეტრი საზღვრიდან. შესაბამისად, იმხელა პროცესი მიმდინარეობს და უკრაინას იმდენი ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ეზრდება და რუსეთს არ ჩანს რომ რაიმე შესაძლებლობა კონდეს რომ ეს შეაჩეროს. შესაბამისად
როგორ უნდა შეჩერდეს ეს თუ არა ომის გაჩერებით. შეიძლება რუსეთს ძალიანაც ახლა აწყობდეს ომის შეჩერება რაღაც მომენტში, მაგრამ აშკარა არის რომ ეს ვერ იქნება უკვე რუსეთის მოთხოვნების საფუძველზე, არამედ გარკვეული შეიძლება შეთანხმების პროცესი იყოს. თუმცა აქ უკრაინის ხმა არის გადამწყვეტი. თulis თუ არა უკრაინა ამის საჭიროებას და დასავლეთი საერთოდ რას თulis, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, ის დასავლეთი ძალიან ნერვიულობს. უნდა თუ არა უკრაინას ომის გაჩერება? კი, რა თქმა უნდა, ეს ერთი არის უკრაინას უნდა თუ არა, მაგრამ დასავლეთს უნდა თუ არა, ალბათ უფრო დიდი კითხვაა, იმიტომ რომ დასავლეთი ძალიან შიშობს რა შეიძლება მოხდეს რუსეთის დაშლის შემთხვევაში, რადგანაც თუ რუსეთი თუ ომი არ შეჩერდა და რუსეთის ასეთი პროცესები რუსეთში განვითარდა, ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულად დავუახლოვდეთ უცებ, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა, დაშლის სცენარს, სადაც ზოგიერთი რესპუბლიკა მაგალითად გამოაცხადებს, რომ საერთოდ ამ ომთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ამიტომ არ უნდათ რომ მათი ქალაქები იბომბებოდეს. არაერთი იბომბება მაგალითად რესპუბლიკა, რომელიც ეგრეთ წოდებული ეთნიკური რესპუბლიკებია, ანუ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რუსები არა და ამიტომ იმ რესპუბლიკებმა ისედაც ბევრჯერ არის ნათქვამი იქ რომ ჩვენ ამ ომთან პირდაპირ კავშირში არ ვართ, მაგრამ ფედერაციის ნაწილი სანამ არიან და შესაბამისად ესეთი რისკი არსებობს. მადლობა ბატონ გიორგი, სამწუხაროდ ამოიწურა დღეისთვის განკუთვნილი დრო, ამიტომ აქ უნდა გავჩერდეთ. გიორგი ტუმასიანს დავამშვიდობებით, დასრულებულია დღის ნიუსრუმი, შესაბამისად ერთმანეთს 11 საათზე. ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.